ბოლო წლებში გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში გამოიკვეთა ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია, რომელიც უკავშირდება stable coin-ებს, ანუ სტაბილურ კრიპტოვალუტებს, რომელთა ფასი ძირითადად არის დაახლოებით ერთი და იგივე ნიშნულზე, მაგრამ საერთო ჯამში ცხადია კრიპტოვალუტა და კრიპტობირჟები მიყვება ზრდის დინამიკას, ეგრეთ ბიტკოინმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირა ყოველდღიურ ყველაზე მაღალი ნიშნული და ჯამში საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარის ფარგლებში, აქედან ბიტკოინზე მოდის უდიდესი ნაწილი, რომელიც 2 ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს აღემატება და ყველაფერი ეს პრინციპში ბიტკოინით არის ასე თუ ისე მაინც განპირობებული, მაგრამ ბიტკოინი არ არსებობს, თუ კი არ არსებობს სტაბილური კრიპტოვალუტები და რეალურად სტეიბლ კოინები, ეგრეთ წოდებული თავის დროზე სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანებს ბიტკოინი ეყიდათ, რადგან თავის დროზე ეს ძალიან რთული იყო, დღეს მეტნაკლებად ეს მარტივია, თუ კი უნდა ადამიანს რომ შეიძინოს კრიპტოვალუტა. მეტნაკლებად შეუძლია რომ მარტივად და სწრაფად ის გააკეთოს, მაგრამ თავის დროზე ამის გზები ფაქტობრივად არ არსებობდა და სწორედ ამისთვის შექმნეს სტეიბლ კოინები, რომელთა ფასი არის მუდმივად სტაბილური, რჩება ერთ ნიშნულზე და შესაბამისად ადამიანს და ინვესტორს აძლევს გადაანგარიშების საშუალებას. კი, ეს სტაბილურობა არის მთელი არსი, რომელზედაც დგას stable coin-ი თავისი სახელიდან გამომდინარე და მის მთელი დანიშნულება არის რეალურად იმ აქტივის ღირებულების ზუსტად ასახვა, რომელზედაც არის მიმული თავად ეს stable coin-ი. უმეტესწილად ეს არის დოლარი, რადგანაც დოლარი არის გლობალური სარეზერვო ვალუტა, რომელსაც ვაჭრობის 80%-ში იყენებენ, შესაბამისად ყველაზე მეტი stable coin-ი დოლარზე არის მიმული, მაგრამ ასევე არის ევრო stable coin-ები, აგრეთვე არის ჩინურ ვალუტაზე მიმული stable coin-ები და აგრეთვე რუსულ ვალუტაზე მიმული stable coin-ები. ამას გარდა ჩვენ უკვე ბუნებაში ვხედავთ სხვანაირი ტიპის stable coin-ებს, მათ სინთეზურსაც კი უწოდებენ, რომელთა ნაწილი არის გარკვეული აქტივების კალათისგან შემდგარი, ამ კალათასი შეიძლება იყოს მაგალითად ოქრო, ვერცხლი, პლატინა, სხვა ძვირფასი ლითონები, ან მაგალითად ვალუტების ნაკრები, იგივე მაგალითად DXY ინდექსი, რაც არის ანუ ნებისმიერი საერთაშორისო ვალუტის ერთიანი ნაკრები, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი ეს მიდის იქით, რომ stable coin-ი უნდა იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ანუ თუ ჩვენ მაგალითად შევიძენთ 100 დოლარის stable coin-ის დღეს, მისი ღირებულება 5 წელიწადშიც უნდა იყოს 100 დოლარის ფარგლებში. არ შეიძლება რომ stable coin-ი გაიზარდოს ან შემცირდეს, თუ კი ეს მოხდება, მაშინ ის უკვე მთელ თავის არსს დაკარგავს და ის ვეღარ იქნება გაცვლის საშუალება, ის გახდება ჩვეულებრივი საინვესტიციო მექანიზმი, როგორიც არის მაგალითად ბიტკოინი. ბიტკოინი იზრდება, რაც თავისი არსით კარგია, მაგრამ stable coin-ის ზრდა ძალიან ცუდია. შესაბამისად, აქ სტაბილურობას ექცევა მთელი ყურადღება. თავად ამ სტაბილურობას განაპირობებს ის რეზერვი, რომელზედაც არის stable coin-ი მიმული, უმეტესწილად ყველაზე მარტივი ეს არის პირდაპირი ფიზიკური რეზერვი, ანუ თუ გვაქვს მაგალითად 100 მილიონი დოლარის ღირებულების stable coin-ი, რეზერვში უნდა გქონდეს 100 მილიონი დოლარი ქეშის სახით, ან შეგვიძლია გქონდეს კოლატერალიზებული, ანუ იყოს შესაბამისი ღირებულების უზრუნველყოფილი სხვა აქტივი, მაგალითად ამერიკული ფასიანი ქაღალდები, რასაც ყველაზე ხშირად იყენებენ, მაგალითად ტეზერის შემთხვევაში და აგრეთვე ბაზარზე არის წარმოდგენილი რამდენიმე ალგორითმული stable coin-იც, ზოგიერთმა მათგანმა კოლაფსი განიცადა ალგორითმში არსებული შეცდომის გამო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დღემდე ფუნქციონირებს, ხოლო ალგორითმული stable coin-ი თავისი არსით მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსით, აქ გარკვეული რისკები არის, მაგრამ თავისი არსით არის გარკვეული ბენეფიტებიც, ამიტომაც ვხედავთ რამდენიმე ვარიანტს, ამ ვარიანტიდან ზოგიერთი არის უფრო მეტად პოპულარული, ზოგიერთი არის უფრო ნაკლებად მოთხოვნადი. გლობალურ ფინანსურ სისტემაში stable coin-ებს რამდენიმე გამოყენება აქვთ, რაც ძირითადად იმ უპირატესობებით არის განპირობებული, რაც ამ ტიპის ვალუტაში შინაარსობრივად და თვისობრივად არსებობს შიგნით. პირველ რიგში stable coin-ები ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივი გადარიცხვებისთვის, რადგან ასე გადარიცხვა გაცილებით სწრაფია, გაცილებით იაფია, არც ბანკის შუამავლობა არის საჭირო და რეალურად არც არაფერი და ამიტომაც განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ ძალიან ხშირად stable coin-ებს გზავნილებისთვის, ეგრეთ წოდებული რემიტანსებისთვის, როცა პირობითად ადამიანი სიტყვაზე შეუძლია საქართველოდან ჩავიდეს ამერიკაში და იქ იმუშაოს და უკვე საქართველოში ფული გადმოუცხოს სწორედ stable coin-ის გზით და არა მაგალითად რაღაცა ფიატური ვალუტით, რომელსაც სჭირდება SWIFT-ის სისტემა, სჭირდება გამტარი კომპანია და ეს ყველაფერი ღირს თან ძალიან ძვირი. ეს არის ერთი გამოყენება, კიდევ იყენებენ დეცენტრალიზებულ ფინანსებში, ეს მაინც უფრო ნიშური გამოყენებაა, მაგრამ ძირითადად გულისხმობს უშუალოდ Web3 სამყაროში, ანუ კრიპტო ინდუსტრიაში გამოყენებას. არსებობენ კომპანიები, რომლებიც მაგალითად ცესხებს გასცემენ კრიპტოვალუტაში და იქ ცხადია საჭირო არის სწორედ იმ ტიპის ციფრული ვალუტით მისვლა, რასაც ისინი ითხოვენ. აგრეთვე stable coin-ი გამოიყენება ფასის ჰეჯირების მექანიზმად, რაც ნიშნავს იმას, რომ პირობითად თუ კი რაღაცა კრიპტოვალუტა აქვს ადამიანს ნაყიდი, პირობითად XRP ან თუნდაც ბიტკოინი ან ნებისმიერი სხვა და ელოდება, რომ დროთა განმავლობაში ან მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდი რყევა იქნება მოსალოდნელი, ის მას შეუძლია რომ გადააკონვერტიროს ეს თანხა თუნდაც USDT-ში ან ნებისმიერ სხვა stable coin-ში და ის
შეინახავს იმ ღირებულებას და იმ წაგებას პოტენციურ ფურცელზე ადამიანი ვერ ნახავს ამ პერიოდის განმავლობაში, მოგვიანებით დააკონვერტირებს და შეუძლია რომ იგივე აქტივი ბიტკოინი იქნება ეს თუ ეს თუ ნებისმიერ სხვა შეიძინოს ხელახლა. კი, ყველაზე ხშირად სწორედ ვაჭრობისთვის იყენებენ სტეიბლკოინებს, რადგანაც სტეიბლკოინების გარეშე კრიპტოაქტივების ვაჭრობა იქნებოდა ფაქტობრივად შეუძლებელი, ძალიან რთული რეგულაციების დაცვა მოუწევდათ კრიპტობირჟებს, რაც დოლართან და ევროსთან არის დაკავშირებული, რაც თავისი ასეთ კრიპტობირჟებს დიდად არ მოსწონთ, ამიტომაც თავის დროზე სტეიბლკოინები სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნენ და ერთ-ერთი პირველი სტეიბლკოინი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა და რომელიც დღემდე არის მთავარი დომინანტი მოთამაშე, ეს არის Tetheris მიერ გამოშვებული USDT. მასზე მოდის ბაზრის უდიდესი ნაწილი და კაპიტალიზაცია ამ პროექტისა ამჟამად არის დაახლოებით 155 მილიარდი დოლარი. მეორე ადგილზე თავისი ზომით არის USDC, რომელიც არის Circle-ის მიერ გამოშვებული სტეიბლკოინი, სხვადასხვა საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია, ამერიკულ ბირჟაზე, ანუ ის რეგულირებულია და მისი კაპიტალიზაცია არის 61 მილიარდი დოლარი. განსხვავებით Tetherisგან, რომლის აქციების შეძენა ეს ბირჟაზე არის შეუძლებელი, Circle-ში ინვესტირება ინვესტორებს ძალიან მარტივად შეუძლიათ საბროკერო პლატფორმების დახმარებით. ასევე სხვა სტეიბლკოინებსაც შეხვდებით ბაზარზე, ერთ დროს Binance-საც კი ჰქონდა თავისი, მაგრამ შემდეგ ის უკვე ბაზრიდან გავიდა, რადგანაც USDT უფრო მეტად მოთხოვნადად იქცა. ამას გარდა აქ არიან USDE, აგრეთვე DIA და აგრეთვე ბოლო დროს გამოჩნდა ახალი მოთამაშე ბაზარზე USD1, რომელიც არის World Liberty Financial-ის მიერ გამოშვებული, ასე ვთქვათ, პროექტი და თავად ამ პროექტის მიღმა დგას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც მიზნად აქვს, რომ მეხუთე ადგილიდან გადაინაცვლოს top 3-ში და დაიკავოს ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი, რაც ამ კომპანიას საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს, რადგან თუ დაუკვირდებით Circle და Tethers, ისინი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს წმინდა მოგებას იღებენ, ძალიან მარტივი ბიზნეს მოდელით, სადაც ძალიან მარტივი არის პროგნოზების გაკეთება და შემოსავლების გაზრდა, რადგანაც როგორც წესი კრიპტოინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ასეთი ტიპის ემიტენტი კომპანიების შემოსავლებიც პირდაპირ პროპორციულად იზრდება.